სატელევიზიო ინტელექტუალური თამაშის შესანიშნავი შვიდეულის გამარჯვებული საჩხერეში მეორე საჯარო სკოლის გუნდი მაკედონელი გახდა. გამარჯვება გუნდს მაჟორიტარმა დეპუტატმა მანანა კობახიძემ მიულოცა. მინდა მივულოცო საჩხერის ნომერ მეორე საჯარო სკოლას და სკოლის გუნდს შვიდეულში გამარჯვება ამ ინტელექტუალურ თამაშში. მინდა ვუსურვო მათ წარმატება, აკადემიური წინსვლა, მინდა ვუსურვო ყოველივე საუკეთესო, იყვნენ ძალიან ასე ვთქვათ ღირსეულები, გამორჩეულები და ასახელონ არა მხოლოდ თავისი სოფელი, თავისი ქალაქი, თავისი რაიონი, არამედ ასახელონ მთლიანად საქართველო და არაერთ ასეთ კონკურსში გამარჯვება მიმელოცოს და ეს იყოს დასაწყისი იმისა, რომ ისინი თავის სათქმას, თავის სიტყვას იტყვიან მეცნიერებაში, განათლებაში, ყველგან და იქნებიან ღირსეული მოქალაქეები საჩხერის და საქართველოს. პროექტი საჩხერეში მუნიციპალიტეტის პატრონაჟით მიმდინარეობს. მხარდამჭერები მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო, რაიონის საგანმანათლებლო რესურს ცენტრია. თამაშის ორგანიზატორია სამაუწყებლო კომპანია იმერვიზია. თამაში მონაწილეობას საჩხერის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების გუნდები იღებენ. მათგან გამარჯვებული მეორე საჯარო სკოლის გუნდი სუპერფინალში გარდამავალი პრიზის შარშანდელი სეზონის მფლობელს ჭიათურის სკოლა-ლიცეუმის გუნდს ინტელექტს შეხვდა. შეხვედრის ბედი თამაში დასმულმა გადამწყვეტმა ერთმა კითხვამ განაპირობა. საკმაოდ დაძაბული თამაში იყო, ჩვენ ბოლო კითხვაზე მოვახერხეთ გამარჯვება, ჩვენ მაინც ვერ მოვახერხეთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენა და პირველ ორ კითხვაზე განსაკუთრებით დაგვწვდა გული. მე მინდა წარმატებები ვუსურვო მეორე საჯარო სკოლის გუნდს და მადლობა მინდა გადაუხადო სამაუწყებლო კომპანია იმერვიზიას და ასევე საჩხერის საკრებულოს. შედეგი დამარცხებული გუნდისთვის მოულოდნელი იყო, თუმცა მილოცვა გამარჯვებულებისთვის არ დაავიწყდათ. გულოცავთ, რა თქმა უნდა, გამარჯვებული გუნდს დამსახურებულად, ღირსეულად გაიმარჯვეს, რა თქმა უნდა, გულისწყეტას იყო ჩვენ გუნდშიც, მაგრამ არავისავს თამაშია და უსურვებ წარმატებებს, როგორც ჩემი გუნდის წევრებს, ასევე გამარჯვებული გუნდის წევრებს. მადლობა ყველას, ვინც ხალხში გვედგა და ვინც გვიყურებდა, გვაფასებდა თითოეულ ყველა ადამიანს. თამაშს საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს, რაიონის კულტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად საკრებულოს თავმჯდომარე ინგა ზაბახიძეც ესწრებოდა. დღევანდელი დღე ჩემთვის ნამდვილად სასიამოვნო იყო. იმიტომ რომ მე ვნახე დღეს ბავშვების მაღალი ინტელექტი, რისთვისაც ჩვენ მათ ყოველთვის მხარს დაუჭერთ, მათ განათლებას, მათ ცოდნას. რა თქმა უნდა, თუ კი რაიმე ჩვენიდან ხელშესაწყობი იქნება, აუცილებლად სტიმულს მივცევთ. შეიძლება ეს უბრალო და რაღაც ესე ვთქვათ ელემენტარული იყო, მაგრამ ცოტაც უხარიათ, როცა ყურადღება ექცევათ. მათი დასაჩუქრება ჩვენ თავდაპირველად როცა შერჩევითი კასტინგები მიდიოდა შვიდეულთან დაკავშირებით წამყვანის, მაშინვე დავპირდით რომ ესე გავაკეთებდით და შეუსრულეთ კიდევაც ბავშვებს ეს დაპირება. მე ძალიან მომწონს ესეთი თამაშები, რაც მათ გონების, საღიაზროვნებისთვის არის მიმართული. ჩვენ სამაგიეროდ არასოდეს ყურადღებას არ მოვადუნებთ და ესეთი თამაშებისა და ესეთი წარმატებების გვერდით ყოველთვის ვიდგებით. ქალბატონმა ნონამ დეპუტატის სახელით გამარჯვებული გუნდის წევრებს საჩუქრად ბიბლია გადასცა. სიმბოლური პრიზები მეორე გუნდსაც დაურიგა. კულტურის სამსახურის წარმომადგენელმა კი მათთვის გამორჩეული მოთამაშე როინ მწყერაშვილი დააჯილდოვა. საჩხერის კულტურის სამსახურის სახელით მინდა გამოვარჩიო მეორე საჯარო სკოლის გუნდის კაპიტანი როინ მწყერაშვილი და გადავცე მოგზალებული საჩუქარი. საჩხერის საკრებულოს თავმჯდომარემ ქალბატონმა ინგა ზაბახიძემ გადმომცა რომ გამარჯვებული გუნდი დავაჯილდოო საინტერესო წიგნით. მეტოქე გუნდს ძალიან დიდ პატივს ემდა, კარგად ითამაშეს ჭიათურის გუნდის წარმომადგენლება, მაგრამ ჩვენი სკოლის გუნდის პოტენციალი ვიცი, საკმაოდ წარმატებული ბავშვები არიან ესენი. წინა გათამაშებაშიდაც მიღებული აქვთ მონაწილეობა, გამარჯვებული არიან.
პროექტი შესანიშნავი შვიდეულის 2013 წლის სეზონს საჩხერის მეორე საჯარო სკოლა მასპინძლობს. თამაში მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის გუნდები მონაწილეობენ. გარდამავალი პრიზი წითელი სპილო ამჯერად ჭიათურაში დაბრუნდა. ინტელექტუალური თამაშები საჩხერში სექტემბრიდან განახლდება.